შეიძლება მოისმინო ასეთი ინფორმაცია, რომ ოჯახში რაღაცა კონფლიქტია, ყოველდღიური და ბავშვი ხდება ამისი მოწმე. შესაძლებელია ნახო ბავშვი, რომელსაც შია. ცუდად გახდა, იმიტომ რომ არ უჭამია, ან არ იკვებება სათანადოდ. ავადმყოფობებზე აღარ ვლაპარაკობ, ემოციურად ძალიან მძიმეა. პასუხისმგებლობა არის უდიდესი, რომ იაზრებ, რომ რაღაცა უნდა გაუზიარო, მათ ასწავლო და თან არ დააზიანო მათი შინაგანი სამყარო. და რა თქმა უნდა, ეს ნერვიულობას მიყვება, მას სტრესიც მიყვება, რა თქმა უნდა. და მთელი დღის განმავლობაში ხარ ჩართული მათ განვითარებაში. ახლა ვართ მაია ეკალაძე, ფილოლოგი, ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი. მე ვარ კესო, ამ ეტაპზე ვარ სამოქალაქო განათლების მასწავლებელი, ასევე ვასწავლი პიროვნულ განვითარებას და დებატებს ბაქსუდის საერთაშორისო სკოლაში. მიუხედავად იმისა, რომ მასწავლებლის ხელფასზე საუბრობენ სულ, რომ ვზრდით, რა თქმა უნდა, ეს მინიმალურიც არ არის. საკმაოდ დაბალია ანაზღაურება. რეგიონებში 700-800 ლარს წარმოადგენს საშუალოდ და მუშაობ მთელი დღის განმავლობაში. შემდეგ უკვე ამ ხვალინდელ გაკვეთილებს ამზადებ გეგმას წერ. ანუ მთელი დღე იწელება ეს შრომა, ხო? ანაზღაურება არის საკმაოდ დაბალი. დაფასება დაბალია. შენი განვითარებისთვის სექტორი არ ზრუნავს. ეს ქალური პროფესია, მოდი ესე ვთქვათ, მასწავლებელი არის ქალური პროფესია და თავის დროზე ალბათ ამანაც განაპირობა, რომ იმ დონეზე არ იქნა ამ პროფესიის დაფასება, როგორც რეალურად საჭირო. შესაბამისად, აი ამ სტერეოტიპებს შეეწირა ბევრი რაღაცა. ხშირად აი უარი მithქვამს მაგალითად ბიულეტენის გახსნაზე, იმიტომ რომ კი თითქოს დაზღვევა რაღაცას ანაზღაურებს, მაგრამ სამაგეროდ იქ იმდენი თანხის გადახდა გიწევს, დამატებით რენტგენს გთხოვენ, რაღაცა ისეც გთხოვენ, რასაც ექიმი სხვა დროს არ მოგთხოვდა. ან რაღაცა ასეთი ხდება და აი ჩვენი ქართული ხასიათიდან გამომდინარე ძალიან ბევრი ადამიანი ჯანმრთელობას სრულყოფილად არ უვლის ხოლმე და ისე მივდივართ არა მარტო ემოციურ გადატვირთულობამდე, არამედ ფიზიკურ დაავადებებამდეც სამწუხაროდ. შრომითი უფლებების დარღვევა ისიც, რომ დღეს მმართველი პარტია სკოლის და არა მარტო სკოლის ბაღის მასწავლებლებსაც თავიანთი, ესე ვთქვათ, პროტესტის იარაღად იყენებს და უამრავი შემთხვევა გვაქვს, რომ გამოყავთ აქციებზე. რამდენი ადამიანი, აი ჩემი ჯგუფელების დარჩენილი არიან სკოლის მიღმა, იმიტომ რომ არ თავაზობს სკოლა იმ შესაძლებლობას, რაც რეალურად მას სჭირდება. და მოდიან ისეთი კადრები, ვისაც უმეტესობა, რა თქმა უნდა, მე ყველაზე არ ვსაუბრობ, უმეტესობა, ვისაც არ აქვს ეს პიროვნული ღირებულებები ჩამოყალიბებული და ამ ფინანსურად ძალიან უჭირს და მარტივად სამართავები არიან. ადამიანის ფუნდამენტური უფლებები ირღვევა და მათ შორის მასწავლებლის, რაც მნიშვნელოვანი რგოლია განვითარებისთვის, რთულია ისაუბრო იმაზე, რომ დაფასებულია ნამდვილად ეს პროფესია საქართველოში, როგორც ფინანსურად, ასევე სხვა მიმართულებით, შრომითი უფლებების სხვა მიმართულებით. ფაქტობრივად დილა იწყება გაკვეთილით. მასწავლებელსაც ვამეცადინებ და 7 საათზე ვიწყებ გაკვეთილებს სახლიდან. სკოლაში დაახლოებით მივდივართ 11 საათზე, თუმცა ახლა მე-12 კლასებმა დაამთავრეს სკოლა და ბევრი გაკვეთილი აღარ მაქვს სკოლაში. სწრაფად ვბრუნდები, მაგრამ ისევ კერძო გაკვეთილების ჩატარება მიწევს იმისათვის, რომ რაღაცნაირად ავუწყოთ ცხოვრებას ფეხი, ასე ვთქვათ და არ ვიყოთ არათანამედროვე მასწავლებლები. თავისთავად ცხადია, ყველა ნივთი, ყველა ტექნიკა, ყველაფერი აბსოლუტურად ღირს თანხა და შეუძლებელია, რომ ეს თანამედროვე სამყაროში რაღაც ტექნოლოგიურ პროგრესს არ ეწეოდე. სკოლამ დაანგრია ჩემი გამოხატვის თავისუფლება, რაც აი მხოლოდ გამოვსულიყავი, ან ესე ამდგარიყავი და გაკვეთილი მომეყოლა და ზუსტად ეგ იყო მიზეზი, რატომაც მასწავლებლობა, რომ მე თავად შევექმნა მოსწავლეებისთვის ისეთი გარემო, სადაც თავიანთი ჰობიც იქნებოდა ჩართული, გამოხატავდნენ აბსოლუტურად სხვადასხვა გზებით ცოდნას და მეც ჩავერთე ამ ყველაფერში და აქტიურად გავდივარ სკოლის გარეთ, მაგალითად ვცოცავთ, ფიზიკურად აქტიურად ვარ ჩართული და ვფიქრობ, რომ სკოლის სივრცე არ არის მხოლოდ მათემატიკა, ქართული ენა და ლიტერატურა და სხვა მსგავსი საგანმანათლებლო საშუალებები, ანუ
სკოლა გაძლევს ცხოვრების ცოდნას და გამოცდილებას და ამისთვის ვიყენებ იმ გარეშე ხობებს, რაც მაქვს და ინტეგრაცია ხდება. ვერ გეტყვით, რომ ვისვენებთ შაბათ კვირას, ან რომელიმე მასწავლებელი ისვენებს. ასე აქვს გადანაწილებული მასწავლებლები, ან სკოლაშია დაკავებული სადამრიგებლო საათებით და მსგავსი, ასე ვთქვათ, პრობლემებით, ან სახლშია დაკავებული მოსწავლეებით. შეიმჩნევა, იცით, აი ეს შენი ცხოვრების წესი გაჩვენებს ყველგან. და შეიმჩნევა ეს, რომ მთლიანად ამით ხარ მოცული და დაკავებული. ვერ გეტყვით, ვერ დაგისახელებთ ისეთ გასართობს, ჰობს, მაგალითად რომ მკითხოთ ახლა თქვენი ჰობი რა არის, ვერაფერს ვერ გეტყვით, იმიტომ რომ ამ ეტაპზე არაფერს არ ვაკეთებ გაკვეთილების გარდა. როგორც მასწავლებელი, ვიბრძვი, რომ არსებული რეალობა შეიცვალოს, რათა ალბათ მეც და ჩემი მოსწავლეებიც მე იმ გარემოში ჩაერთონ, სადაც მათი შრომითი უფლებები და არა მარტო გამოხატვის თავისუფლება და შინაგანი მესძიება თუ რაც იქნება, ყველაფერი იყოს რაღაცნაირად იმ სტანდარტებს შესაბამისი, რომელიც თავისუფალ ადამიანს სჭირდება თავისუფალ სახელმწიფოში. ჩემს კოლეგებს მიმართავდი, მე ვიცი, ჩემი მეგობრები, რომლებიც საჯარო სექტორში მუშაობენ და საჯარო სკოლებში და კერძო სკოლებში და მათი იმედი მაქვს, მე ეგენი არიან ჩემი ძალა, მაგრამ სხვა მასწავლებლებს მინდა მიმართავ, რომლებიც ესე ვთქვათ, ჯერ დარწმუნებული არ არიან საკუთარ თავში, რომ იცოდეთ, რომ ჩვენ ერთმანეთის ძალა ვართ და თუ მაგალითად დღეს შენ ვიღაცა ზემოდან კარნახობს და გეუბნება, რომ ესე უნდა მოიქცე, ესე უნდა გამოხატო აზრი, შენი შინაგანი მედან გამომდინარე კი არა, არამედ რასაც ჩაგზახებენ, იცოდე, რომ ეს ისევ შენ დაგასარალებს და ისიც იცოდე, რომ აი მართლა სოლიდარობას აქვს ძალიან დიდი ძალა.